მოგესალმებით, მეგობრებო. 1 სექტემბერს გვაქვს მზის დაბნელება, რომელთაც იხურება დაბნელების დერეფანი, იმიტომ რომ 7 სექტემბერს ქონდა მთვარის დაბნელება თევზების ზოდიაქოში, ეხლა იქნება მზის დაბნელება ქალწულის ზოდიაქოში. ჯერ სანამ ზოდიაქოებზე გადავალ, ჯერ აგიხსნით, რას მოასწავებს ეს დაბნელება, რა ენერგია შეიძლება შემოიტანოს ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენს ცნობიერებაში. პირველ რიგში მთვარის დაბნელება ვიცით, რომ ხა წინა ვიდეოებიც მქონდა ამაზე, რომ რაღაც ძველი მიდის ჩვენგან, რაღაც ისეთი, რომელიც ან ფიზიკურად მიდის, ზოგჯერ ადამიანები მიდიან, ზოგჯერ სიტუაციები მიდის, მაგალითად სიტუაცია მიდის ჩვენგან, ზოგჯერ შეიძლება რაღაც ჩვენ გვინდოდეს, რომ რაღაც ურთიერთობაში რაღაც ძველი პატერნები დავასრულოთ და რაღაც ახალი დავიწყოთ, ხო? მაგალითად, შეიძლება ემოციურ დონეზე იყოს და არა ფიზიკურ დონეზე, ხო? რეალურ მოვლენებში. შეიძლება რაღაცეების გადაანალიზება მოხდა, მაგალითად წინა დაბნელებებზე, რა გვაქვს შესაძლებელი ცხოვრებაში, ან რაღაც მაგალითად მნიშვნელოვანი არის მთვარე რომელ სახლში გადიოდა დაბნელების მომენტში და ის სფეროები, სახლები ჩვენთან ასტროლოგიაში სფეროები არის პირდაპირ და ამ სფეროებში გვიწევს რაღაცების გაშვება. ან რაღაც ემოციების ტრანსფორმაცია, მოდი ესე ვთქვათ, ხო, გადაპროგრამება. აი მზის დაბნელებას უკვე შემოაქვს რაღაც ახალი ჩვენ ცხოვრებაში, რაღაც ახალი უნდა დავიწყოთ, რაღაც ახალი შეხედულებები შეიძლება შევიქმნათ, ურთიერთობებშიც ახალი ფაზა არის ხოლმე დასაწყები, გინდ უბრალოდ ძველ ურთიერთობებში, ხო? რაღაც არის გასახლებელი, რაღაც ახალი არის შესატანი, იმიტომ რომ ძველი უბრალოდ აღარ იმუშავებს. ზოგ შეიძლება ეს კარიერაში შეეხოს, მანდაც სახლებს აქვს მნიშვნელობა და კარიერაში იყოს უკვე რომ რაღაც ახალი არის გასაკეთებელი, განსაკუთრებით ისაც მე-10 სახლში ვიჭდება მაგალითად ეს დაბნელების დერეფანი, ეს არის ძალიან შესაძლებელი უკვე რა მინდა ცხოვრებაში, რაღაც ახალი მინდა შემოვიტანო ჩემ ცხოვრებაში. ზოგს აქვს შვილებთან დაკავშირებით რაღაც განახლება არის საჭირო, მაგალითად ან ურთიერთობებში. აი ეს ყველაფერი არის ძალიან ინდივიდუალური და როგორც წესი პირად რუკაში ჩანს ხოლმე რა ხდება. სანამ გავიგებთ ახლა პირადი რუკით, თქვათ, ჯერ უნდა გითხრათ რა ასპექტებს ქმნის დაბნელება ქალწულის ზოდიაქოში. წინა თუ იყო მთვარე თევზებში და დაბნელება თევზებში და ძალიან ახლოს შეერთებაში იყო აღმავალ კარმოკვანცთან, აღმავალ კარმოკვანცთან ბოდიშით. აღმავალი უკვე აქტიურობდა მიუხედავად იმისა, რომ მთვარე რაღაც პროცესს ასრულებს, აღმავალი კვანძი აქ ქმნიდა პირიქით, რომ შემოგვეტანა ჩვენ ცხოვრებაში ემოციური მხარე, თევზები გრძნობები არის, ემოციები არის, ფსიქოლოგიური მუშაობა არის, ოცნებები არის, აი წინა დაბნელება გვაძლევდა საშუალებას, მაგალითად, გაგვეგო რა არის ჩვენი ოცნება და ვართ თუ არა ამ ოცნებებისკენ, ხო, რა უნდა დავასრულოთ ისეთი, რომ ამ ოცნებებში შევიდეთ, ხო? და ეხლა აღმავალი კარმული კვანძი არის ზუსტად ოპოზიციაში მზესთან, ანუ მზე და აღმავალ კვანძს უერთდება ქალწულის ზოდიაქოში. და ეხლა მაქვს მომზადებული აქ მთელი ასპექტები, რომელიც სატურნი და ნეპტუნი არის ზესთან ჩართული და მთვარესთან და ეს უკვე ძალიან ცვლის ისტორიას. ქალწული ჩვენთან არის ასოცირებული, რამდენად შეგვიძლია პრაგმატული გეგმა დავდოთ იმისთვის, რომ თევზური ენერგია ჩვენი ოცნებების რეალიზება მოვახდინოთ. ანუ რაღაც რაც შინაგანად მისწრაფებაში გვაქვს თევზები, ეს არის პირდაპირ აი ჩემს შიგნით რომ მე რაღაც ძალიან მინდა, ეს არ არის წესი, კანონი, ეს არ არის აუცილებლობა, არ არის აი ესეთი პრაგმატული ძალიან, მაგრამ არის ჩემს ცნობებთან კავშირში, ხო? ეს არის თევზური ენერგია და ქალწული ეს არის რა უნდა დავგეგმო იმისთვის, რომ ის ჩემი სურვილები განხორციელდეს. ქალწული ყოველთვის შრომას მოითხოვს, ყოველთვის დაგეგმვას მოითხოვს და აღმავალი, როდესაც არის ახლა თევზებში და დაღმავალი არის ქალწულის ზოდიაქოში, ეს არის კარმული კვანძები, როდესაც აღმავალი გვეუბნება რა არის პირიქით ახლა გასახსნელი და თან რო დაბნელება არის ქალწულში, ის გვეუბნება რომ თან პრაგმატულები უნდა ვიყოთ, თან რაციონალიზმი უნდა ჩავთოთ ყველაფერში, თან შრომა უნდა ვისწავლოთ იმ სახლში, რომელი სახლიც არის ჩვენთან აქტუალური, ხო, იმ დაბნელების მომენტში, მაგალითად, იმ სფეროში და თუ ინტუიციაც გვაქვს, ხვდები ხოლმე, იცით, აი ახლა სად მაქვს რაღაც დასალაგებელი ცხოვრებაში. შეიძლება პრაგმატულობა ის კი არ იყოს, რომ ხა მე სწორი კვება დავიწყო და ვარჯიში უნდა დავიწყო, თუმცა ქალწული პირდაპირ ამასაც ამბობს ხოლმე, რომ აქ არის საჭირო ჯანმრთელობაზე ზრუნვა
დალაგება საკუთარი რეჟიმის, საკუთარი ცხოვრების, მაგრამ ეს არის უფრო შინაგანად ადამიანმა რაღაც სტრუქტურა უნდა შექმნას იმ სფეროებში, რაც მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რომელ სახლშიც არის დაბნელება, იქ არის სტრუქტურა შესაქმნელი, ხო, იქ არის რაღაც სიახლე შემოსატანი ცხოვრებაში. აი ძალიან ისეთ ფსიქოლოგიურად რო აგიხსნათ, იმიტომ რომ ხშირად არის ხოლმე დაბნელებების განმარტება, რომ რაღაც ამას ერიდე, იმას ერიდე, ის მოხდება, ეს მოხდება. აი მე უფრო დაბნელებას ვიყენებ ფსიქოლოგიურ სამუშაოში. საერთოდ დაბნელების დერეფანი ყველაზე მაგარი არის თერაპიული მუშაობისთვის. ძალიან სერიოზული მუშაობა ქონდა ახლა ასტროთერაპიულად, ვინც მოდიოდა ჩემთან და ეს არის ხოლმე რაღაც კარმული, ანუ რაღაცა რო ხდება დაბნელების ერეფანში, კარმულს ვეძახით, რა არის ეს კარმული, აი ძველი დაუმუშავებელი ემოციები, აი ახლა თუ გადის დამთვალის დაბნელება იყო, ხო, ეს მთელი ეს აი ამ პერიოდამდე მოქმედებდა. რაღაცები რაც გასაშვები, აი სულ მუშაობდნენ ისეთ წარსულ ენერგიებზე, რომელიც დიდი ხანი ვერ უშვებდნენ და ეხლა რომ დასრულდა პროცესი და განცდა ქონდათ, რომ კი, ეხლა მივხვდი რა არის გასაშვები. მზის დაბნელება შემოაქვს თერაპიულად ახალი ფაზა, რა მაქვს ახალი დასაწყები, რა მაქვს ახალი, აი ამას თქვა რომ გავაკეთოთ და აი წინ უნდა ვიაროთ, ხო? აი ეს არის უკვე მზის დაბნელება და ის რაც გეგმასავით ქალწულურად შემოვა ეხლა ჩვენ ფიქრებში, ჩვენ ცნობიერებაში, აი ისეთი პირადი თერაპია შეგვიძლია ხო რაღაცნაირად გავაკეთოთ, რომ ებოთ საკუთარ თავთან გქონდეს დიალოგი, საკუთართან გქონდეს გაცნობიერება, რომ სად მინდა რომ წავიდე ამ ცხოვრებაში, ხო რა მინდა რომ გავაკეთო, აი ამაში მზის დაბნელება ძალიან კარგად დაგეხმარებათ, აი ის ხელისყურას ვეძახი ხოლმე დაბნელებას, რაც აქამდე ცოტა გაჩერებული იყო, ეხლა სამყაროდან იხსნება ენერგია, რომელიც ხელს გკრავს და გავაკეთოთ ის, რაც აქამდე არ გამოგვდიოდა. გამბედაობას იძლევა, ინიციატივობას იძლევა მზის დაბნელება, იმიტომ რომ ძლიერი ვიბრაცია არის სამყაროდან, ესე რომ ვთქვათ, ახლა ასტროლოგიაში ეს არის მთავარი, რომ ვარსკვლავები, გარემო, სამყარო, ეს ერთი სისტემა არის და ჩვენ ამ სისტემაში ვტრიალებთ, ანუ ეს არ არის, რომ ჩვენ მხოლოდ ბიოლოგიური არსებები ვართ და რაღაც ჰორმონებით ვიმართებით, ასტროლოგია უყურებს იმას, რა ზევით ხდება ეს ხდება ქვევით და ზევით ხდება ეს, რომ რაღაც ახალი ენერგია შემოდის და ამ ენერგიის გამოყენება არის საჭირო. ვინც ამ ენერგიას ახლა ვერ გამოიყენებს, ხო? და არის ეს რომ შეიძლება არაფერი არ ვაკეთოთ და უბრალოდ ემოციურად გადავიტანოთ ეს რაღაც უძილობა რაღაცა პერიოდი მაგალითად ან შფოთა რაღაცა პერიოდი, მინდა რომ რაღაც ენერგიას გრძო, მაგრამ არ ვიცი ის რა არის, ხო? ეს გაივლის და არაფერი ახალი არ მოხდება. ასე რომ ისიც არ არის, რომ დაბნელება აპრიორი მუშაობს, რომ რაღაც ახალი ყველასთან იქნება, ხო? ყველაზე კარგი არის ამიტომ თერაპიული მუშაობა საკუთარ თავთან, გაცნობიერება, რომ სად ვარ ახლა, სად გავარ და რა მინდა ჩემ ცხოვრებაში, რომ მქონდეს ახალი, რა უნდა დავალაგო პრაგმატულად. აი ცხოვრებაში რა მაქვს დასალაგებელი ისეთი, რომ მე მაგალითად სიახლე შემოვიტანე ჩემ ცხოვრებაში. ეხლა გულახდიათ რომ გითხრათ, ასტროლოგია მაგაში გვეხმარება, რომ დიდი ფიქრი და დიდი რაღაცა მსჯელობა არ არის ხოლმე საჭირო, როკაში უყურებთ, ხვდები რომ აქ ეს სახლი არის ჩართული, ეს კომბინაციები არის და ვიცი უკვე რა შემოვა ახალი ჩემ ცხოვრებაში, რა მიმართულებით უნდა ვიფიქრო. მარტივად რომ გითხრათ, ხო რაღაც შპარგალკასავით არის ხოლმე. არ ვიცი კარტულად როგორ არის. რა პირადი როკა მაგას გვეუბნება, აღარ გიდამდე იძება, აი ამ საკითხზე იფიქრე ახლა და მიხვდები რა არის ახალი შემოსატანი შეცხოვრებაში. ან შენ თუ არ გიდა რა შემოვა თავისით, ხო? და მე მოგიწევს ამაზე მუშაობა და ამაზე ფიქრი, ხო? აი ესეთი რაღაცა არის დაბნელების ენერგია. უბრალოდ ყველაფერი ძალიან კარგად იქნებოდა, რო არ ყოფილიყო. ესეც კარგად არის ყველაფერი, მაგრამ მზის დაბნელება პირდაპირ ოპოზიციაში დგება ესე კოსმიურ დამსჯელ პლანეტას ეძახიან და კარმო მასწავლებელ სატურნთან. სატურნი სიამოვნებაში ის არის სტრუქტურა, ეს არის პრაგმატიზმი, ეს არის აი მყარად, მე რო ვიცი ზუსტად სტრუქტურაში, ილუზიების გარეშე, ფანტაზიების გარეშე როგორ მაქვს დასაგეგმო. ეს არის ცოტა მუხრუჭების ენერგია სატურნი ჩვენთან ასტროლოგიაში, ეს არის გამოცდა, რომ შენ თუ ამას გადალახავ, რაღაც იმებს გიდებ წინ, გადასალახ საშრომს გიდებ წინ, ეს არის სატურნის სტრუქტურა და შენ თუ ამას გადალახავ, მე დაიმსახურებ ამას და ამას. იქვე დგას ნეპტუნი. ნეპტუნი არის ოცნებები. თევზური ენერგეტიკა არის ნეპტუნი.
პლუტონი, ხო? ანუ ეს ორი პლანეტა არის ოპოზიციაში ახლა ამ დაბნელებასთან და ეს ამბობს, რომ არის პრაგმატიზმის ენერგია ჩართული ქალწულის, ან დაალაგება რაღაცეების, გეგმა უნდა მქონდეს, რეჟიმი უნდა მქონდეს, გრაფიკი უნდა მქონდეს, იქ არის ნეპტუნი, რომ თუ ოცნებები დინდა შენი, თუ შენი რაღაც ესეთი სულიერი ისეთ გრძნობებთან დაკავშირებული არის, ან ოცნებებთან დაკავშირებული არის სატურნე გვერდზე, ფანტაზიები, ილუზიები გაფანტე და ძალიან ზუსტად სქემით იმუშავე შენი ოცნებების შესრულებას. ანუ ეს დაბნელება ფონს იძლევა, აი იცით როგორც ქალწულის და თევზის ენერგიებში სერიოზული ბალანსი და სერიოზული გამოწვევებიც რო გვექნება. ანუ ეს არ იქნება მარტივი, რომ ეხლა აბგეტა მე სტრუქტურა დავალაგო, პრაგმატულად რაღაცები დავალაგო, მას ექნება დიდი გამოცდები, შეიძლება იყოს ეს ცოტა ნეპტუნური, მოდით ესე ვთქვათ, დიდი ბურუსიდან რაღაც უნდა გამოვიყვანო, მაგალითად სტრუქტურა უნდა შევქმნა და ბურუსი ეს რა შეიძლება იყოს, რომ აი მე ბევრი უნდა ვიმუშაო, რომ გავიქო რა მინდა, ხო? ნეპტუნის ენერგია, ხო? ან მე უნდა მთელი ბურუსი უნდა გავყარო ჩემგან, არა პრაქტიკულობა, მაგალითად ზედმეტი პასიურობა, იმიტომ რომ ნეპტუნი პასიური ენერგია არის, ეს არის, რომ აი მინდა, მაგრამ არაფერს არ ვაკეთებ, დინებას მივყვები, ხო? და აქ სატურნე უკვე მკაცრად დგას, რომ ვინც დინებას მიყვება, ვინც უბრალოდ რაღაც თავის ფანტაზიებში არის, ანუ არ არის მზად აი რეალობასთან შესახვედრად. ნეპტუნი ზოგადად ესეთი ტიპაჟი არის პლანეტა, რომ არ არის მზად რეალობასთან შესახვედრად, ის кайგ. აი ამ რაღაც ბურუსში იქნება ძალიან ბედნიერად დიდხანს, არაფერი არ შეწუხებს. და სატურნი იქვე დგას და ამბობს, რომ გამოდი ბურუსიდან. დაინახე დრო, იმიტომ რომ ნეპტუნს დრო არ აქვს. ეს შეიძლება დინებას გაყვეს და დაიკარგოს ამ დინებაში. სატურნი გეუბნება, რომ არის დრო, არის მოსასწრები რაღაცეები ამ დროში, არის გეგმა კონკრეტულად თარიღებით გასაწერი და აი შემდეგ ყველაფერი გამოვა. აი ეს ენერგია არის ამ ფონში დაბნელების, ხო? და სატურნი მაინც გამოგცდის, რამდენად შეგვიძლია ჩვენ აი ის პრაგმატულობა შემოვიტანოთ ჩვენ ცხოვრებაში, რაც გვჭირდება. მაგალითად, ვისაც აქვს ახლა ისე რო გითხრათ, მეორე სახლში ყავს ადამიანის დაბნელება, მეორე სახლი ჩვენთან მატერიალური არის, ხო, ფინანსური ნაწილი არის და ვისაც არ აქვს ეს ფინანსებთან დაალაგებული ურთიერთობა სიტყვაზე, ხო, მოუწევს რომ დაალაგოს ახლა ამ დაბნელებაზე. ან ყველაზე კარგ ვარიანტში უკვე უნდა მიხვდეს სატურნი არის იქ, რომ ვიმსახურებ მე ან ხელფასის მომატებას, ან რაღაც ახალი მატერიალური ძიებას, ხო, ეს სიტყვაზე რო გითხრათ, ხო, აი ეს ემუშაოს ეს დაბნელება, რომ ან არის რომ მე ვარ ამ ყველაფრისთვის მზად მაქვს შექმნილი სტრუქტურა იმისთვის, რომ აქ სიახლეები შემოვიტანო. ზოდიაქოების სახლებზე რო აგიხსნით, მე კიდე უფრო მიხვდებით, ხო, ეს დაბნელების ფონი ძალიან დიდი ხანი უკლევდი ხოლმე ეს დაბნელებები როგორ მუშაობდა. მაგალითად, ვინც მოდის ხოლმე პირად რუკაზე ჩემთან, იმათი რუკებიდანაც გამომდინარე ვიკვლევდი, მერე ვამოწმებდი შედეგებს. უბრალოდ ერთი ის არის, რომ 6 თვე უნდა ხოლმე დაბნელების შემდგომ, ეს არ არის რომ უცებ დღეს შეიცვალო ცხოვრება. თუმცა ვისაც დაბნელებაზე არის, ვინც დაბნელებაზეა დაბადებული, მათ ეგრევე პირდაპირ დაბნელების დერეფანშივე იწყებენ აქტიურობას და ხვდებიან, რომ აქ მორჩა ახლავე არის შემოსატანი სიახლეები, უბრალოდ შედეგს დადებს ეს ცოტა გვიან, ამაზე არის აქ საუბარი. მაგრამ თვითონ ფონი ესეთი არის დაბნელების. აქ თან ერთი მნიშვნელოვანი არის, რომ მარსი ამ დაბნელების დღეს უკვე ბოლო გრადუსზე იქნება სასწორის და უკეთებს პლუტონს კვადრატურას, ნეგატიურ კვადრატურას. ეს არის რომ მარსი ეს არის მოქმედება, პარტნიორული ურთიერთობები მაგალითად და იმიტომ სასწორში არის, სასწორი პარტნიორული ურთიერთობა და აი ძალიან ყურადღებით უნდა იყვნენ ამ პერიოდში რაღაც კონფლიქტები არ მოხდეს პარტნიორულ ურთიერთობებში, მაგალითად რაღაც ესეთი პლუტონური რაღაცები რომ ამოიყრება, რაღაცების თქმა რომ მინდა, რაღაც აგრესიის გამოხატვა რომ მინდა პარტნიორის მიმართ, რომელიც აქამდე არ მქონია, ხო? ამის ტენდენცია ზოგადად შეიძლება იყოს. ავარიების ალბათობაც იცის ხოლმე, ან ტრავმების ალბათობა ზოგადად მარსი პლუტონის კვადრატმა
ეს ფონი არის ესეთი, ოღონდ არ ნიშნავს, რომ ახლა ყველას გვექნება, მე აგერ მარსი პლუტონის შერთება მქონდა, ზუსტი გრადუს, რა მთელი, რა ვიცი, რამდენი კილომეტრი გავიარე მანქანით და არაფერი არ მომხდარა, ხო, აი შენ პირად რუკაში იყო შეერთება. არაფერი ისეთი არ არის. უბრალოდ ზოგადად ვისაც აქვს პირად რუკაში ცოტა სისუსტეები, შეიძლება ამ პერიოდში ცოტა კონფლიქტურობის მხრივ ყურადღებით ვართ ხოლმე, იმიტომ რომ ერთი პატარა აფეთქება შეიძლება გადაიზარდოს უკვე სერიოზულ კონფლიქტში ხოლმე და ესეთი კვადრატი რო არის, ვცდილობთ ხოლმე რომ უბრალოდ არ ავყვეთ. ხა თუ შინაგანად ჩვენ არა გვაქვს ეს ეხლა ემოციური ფონი, ხო? ისე გაივლის ვერც გავიგებთ. ამაზე არის აქ საუბარი. ამავე დროს, როდესაც მერკურიც არის აგონების მმართველი პლანეტა ჩართული და ეს სასწორში არის და თვითონ ქალწულის მმართველი არის მერკური ამ შემთხვევაში რომელიც სასწორში არის ეს დაბნელება ირიბად არის პირად ურთიერთობებთანაც ძალიან კავშირში ეს როგორც პარტნიორული ურთიერთობები, სასიყვარულო ურთიერთობები, მეუღლეებს შორის ურთიერთობები თუ საზოგადოებასთან ჩვენ როგორ გვაქვს ბალანსი დაცული მაგალითად რამდენად შეგვიძლია სასწორის ბალანსი ჰარმონია გამოვიყენოთ თუ გვაქვს შინაგანად აი ეს რაღაც დიპლომატიური უნარები. აი მერკურიც რადგან არის აქ ჩართული მმართველი არის ხო რომელიც სასწორში არის. მაინც დაბალანსებული ენერგია არის შემოსული, მაინც მოითხოვს რომ ეს დაბნელება ირიბად მაინც პარტნიორულ ურთიერთობებსაც შეეხება ასევე ზოგადად ყველასთვის ეს ხო გეუბნებით პარტნიორობა არ ნიშნავს მარტო ქორწინებას ან პირადი ურთიერთობების გარკვევას, ეს შეიძლება იყოს საქმიანი პარტნიორები, შეიძლება იყოს საზოგადოებასთან ჩვენ როგორ ავართ ურთიერთობებში, მაგალითად რამდენად შეგვიძლია ხალხში ჩვენი ადგილი დავიმკვიდროთ, თუმცა მაინც ასწორი პარტნიორული ურთიერთობა არის. მარსიც რადგან მანდ არის ბოლო გრადუსზე და მერკურიც სასწორში არის, დაბნელების მმართველი, მაინც აქ ყურადღებით უნდა ვიყოთ ურთიერთობების გარკვევისას, ხო? აი არ არის საჭირო ზედმეტი ჩაღრმავება და გარკვევა რაღაცეების, ხო? შეგვიძლია ძალიან დიპლომატიურად, ჰარმონიულად უბრალოდ აი ისე რო არის რა, შვიდად, სიმშვიდე არის სასწორი და აი ეს პრაგმატიზმი, ქალწულის პრაგმატიზმი, ისიც ქალწულის შვიდი ენერგია არის, ხო? დაალაგებულად, ჰარმონიულად, დიპლომატიურად ვიყოთ ეს პერიოდი. და აი ამ პერიოდში თუ ამ ენერგიებს ავითვისებთ და გამოვიყენებთ, ხო, ის ცვლილებების შემოვა ბევრად უფრო ჰარმონიულად ჩვენ ცხოვრებაში, ხო? იმიტომ რომ თვითონ ის მმართველი მერკური აქ ესე პირდაპირ მინიშნება საერთი ძლევა რა, საჭირო არის ამ დაბნელების პერიოდში პარტნიორებთან რაღაცნაირად დაბალანსებული ჰარმონიული ურთიერთობა. თვითონ 20-21-22 რთული დღეები არის ხოლმე იმ კუთხით, რომ ინტენსიური ენერგია არის, აქ ნეგატიურ ენერგიაზე არ არის ლაპარაკი, ინტენსიური ძლიერი ენერგია შემოდის. ახლა არის ხოლმე რაღაცა, რომ აი ყველა რო არეული არის, ყველა ძილარია, თითქოს, აი ეს გარემო ენერგეტიკული ველი, ეს არის დაბნელების მთავარი ვიბრაცია, ხო, რომ ეს შემოდის ხოლმე ყველაზე ვრცელდება, ისე რომ ვთქვა და ამ პერიოდში ახლა რაღაც ისეთ მნიშვნელოვანს არ გავაკეთებ. მაგალითად დაბნელების დღეს უშუალოდ. საერთოდ ამბობენ კიდეც რომ დაბნელების დღეს თუ რაღაცა ისეთი ხდება, არ არის მაინც ნუ ესე კარგი ნიშანი არ არის ესე წერია ხოლმე, მაგრამ ერთი ის იყო რომ მე რომ ჩემ ქუჩის ფისო რომელიც შეიფარეს დროებით და ვნახე რომ მოკლედ ვერ იფარებდნენ და მალე რაღაცა პრობლემა შეექმნებოდა ამ ფისოს, დაბნელებაზე, მზის დაბნელებაზე წავედი მოსაყვანად და ну, ახლა ვიცი რომ დაბნელება და აქ რაღაცა ხდება, მაგრამ არ ვიცი, ინტუიციურად, ემოციურად გადავდგე, აი, ჩავხნე მანქანაში და წავედი და აყვანა ეს კატონეტკი და მეორე ფისაც ყავდა კნუტი და რომ მივედი, მოკლედ ხედავ რომ ეს კატო ძალიან ცუდად არის, თვალები რაღაც დავსებული, მობუზული, კნუტი იყო თან პატარა და მივხვდი რომ რაღაც ვირუსი აქვს რა და ვისაც ყავდა იმათ ისინი ვერ ხვდებოდნენ. მოკლედ, აი ბედზე მიუსწარეთ, წავყვანეთ კლინიკაში 2 კვირა მკურნალობდით ამ კატას, თავიდან მყავდა ჩაბარებული, რომ ჩემი ფისოს არ გადასდებოდა. მე კიდევ 2 კვირა ვატარეთ, ანუ მთელი თვე გაგვიგრძელდა მკურნალობა ამ კუჩის ფისოს, მოკლედ ჩემი ტენა მაგრად. ნუ როგორც კი გამოკეცა რა თქმა უნდა, წამოვიყვანე და ხედავთ ხოლმე ჩემ ვიდეოებში და
დედიკოს გოგო არის, მაგრამ აი დაბნელებაზე გადადგმული ნაბიჯი ვიცი რომ ყოველთვის რაღაცაში გაპრობლემდება, თუმცა არაფერი ახლა სერიოზული არ იყო, გადალახვადი იყო და კი ყოფილდა ვისადება გონდა და ყველა მისკუტებოდა კატამარა, ნუ გამოვაწვიდეთ, გადავარჩინეთ და აი ეს იყო დაბნელების დღეს რომ წავედი, კიდე კაი წავედი, იმიტომ რომ ეს გამოეპარებოდაც და მე მეხდი ინტუიციურად რატო წავედი რაღაცა ვიგზელი რომ ამას დახმარება ჭირდებოდა და ვერ იყო მთლად კარგად, მაგრამ რომ მივდიოდი ვიცოდი რომ დაბნელებაზე რაღაცა მოხდება ისეთი მეთქი რომელსაც არ ველოდები. ამიტომ უშუალოდ დაბნელებაზე თუ რაღაცა სწავლი არ არის და თუ აი ესეთი რაღაც არ არის რომ კი იცი რომ გაპრობლემდება, მაგრამ საჭირო არის თავს ვიკავებ ხოლმე როგორც წესი არ ვაკეთებ ხო აი ესეთ რაღაცებს. ყოველ შემთხვევაში ხა ვიღაცასთან თუ ურთიერთობა ყო გასარკვევი, ახლა 21-ში არ ვაკეთებ ამას, არც 20-ში ხო მაინც დამატებ. თუმცა თუ ვიცით ახლა ეს და იქ სასწორს ჩავთავთ დიპლომატიურად, პრობლემა არ არის, ოკეი არის ხო. თერაპიულადაც ძალიან კარგად მუშაობთ დაბნელების პერიოდში და შემდგომაც, აი ერთი კვირა დაბნელების შემდგომ, რა თქმა უნდა, ისიც მუშაობს. და მაგ პერიოდში იაროთ თერაპიაზე მაგალითად ანაიში და ტრანსფორმაციულად იმუშავოთ, ახლა მაგალითად შეიძლება YouTube-ზე ნახოთ რაღაც ფსიქოლოგიური ვიდეოები და დაგიტრიგერდეთ სანაბერი რაღაცები და ბევრი რაღაცები სიახლე შემოიტანოთ თქვენს გაცნობიერებაში. ხო, აი ძალიან მნიშვნელოვანი არის ხოლმე ესეთი პერიოდების გამოყენება. მე მაგალითად განსაკუთრებით ვიყენებ ხოლმე ჩემ თავზეც ამ პერიოდს და თერაპიულად ძალიან ეფექტურად მუშაობთ ხოლმე. აი რა ნახოთ შედარება დაბნელების დერეფინებში რამხელა ინტენსიური გახსნა ხდება ხოლმე ქვეცნობიერის და გაცნობიერებები, მიხდებოდით ეს როგორი საინტერესო პერიოდი არის. ეხლა რაც შეეხება თვითონ რომ ვისაუბროთ ზოდიაქოს ნიშნებზე, აქ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი არის, ისევ ის უნდა გითხრათ, რომ გააჩნია პირად რუკაში რა ხდება. ყველაზე მთავარი ეს არის ხოლმე, იმიტომ რომ პირადი რუკა რა ასპექტებს ქმნის ეს დაბნელება, რომელ სახლში ხდება უკვე ჩვენი დაბადების მომენტიდან, ასიდენტს რო ეძახით, იქიდან მოყოლებული, ეს არის წამყვანი, ეს არის მთავარი. აქ შეგვიძლია გავიგოთ აი პირდაპირ გავაცნობიერებთ, პირდაპირ იმ სახლში იქნება ცვლილებები, ეს იქ არის. შემდგომ მეორადად ვიყენებთ უკვე მზის მდებარეობიდან, მზის ნიშნიდან როგორ ხდება აქ მაგალითად რომელ სახლში, ანუ მზე რო ასიდენტივით ავიღოთ პირველი სახლი რო დავდგათ მზე, იქიდან რომელ სახლში მოხდება დაბნელება, ხო, ამაზე არის აქ ლაპარაკი. ვერძებისთვის არის მე-6 სახლში დაბნელება და ვისაც პირად რუკით იცით, ვინც იცით მაგალითად ხალწულის 30 გრადუსი სად ხდება რომელ სახლში, იქიდან შეგიძლიათ გამოითვალოთ, ვისაც ან მე-6 სახლში უჯდება დაბნელება, ან უბრალოდ ვერძის ზოდიაქო არის, ხო? იქ სხვა პლანეტებს არ გითვლით მეგობრებო, ახლა ის რომ ახლა მერკური მყავს ვერძში და ამაზე არ არის მზე ცენტრი, სადაც არის, იქიდან ვითვლით ხოლმე იმ მზის სახლს გულისხმობთ, ხო აქ. შესაბამისად, მე-6 სახლი ჩვენთან არის სამსახური, ეს არის ჯანმრთელობა, ეს არის დაგეგმვა ცხოვრების, რამდენად მაქვს გაწერილი ცხოვრებაში, რა როგორ უნდა გავაკეთო მაგალითად, როგორ შეიძლება ცვლილებები შევიტანო ჩემს კვებაში, იმიტომ რომ მე-6 სახლი არის აი რეჟიმი, სწორი კვება მაგალითად, ეს არის სამსახურებრივი ვალდებულებები, სამსახურებრივი მსახურება ზოგადად და რამდენად მე შინაგანად მოწესრიგებული ვარ, რამდენად დალაგებული მაქვს რაღაცები ჩემს რუტინაში, აი ამის შემოწმება ხდება ხოლმე. აქ არის რაღაც ცვლილებები შესატანი. ზოგ შეიძლება სამსახურებრივი პრობლემები შეექმნას, ან ახალი გამოწვევები იყოს მათთან, ზოგმა შეიძლება ახალი სამსახური დაიწყოს, ზოგმა შეიძლება ახალი რუტინები შეიქმნას, ხომ? აი მე-6 სახლში ჯანმრთელობის და შრომის და რუტინის სფეროში სიახლე არის შესატანი ყველა ვარიანტში, ხო? აი ქალწულის ენერგია ჩვენთან, ხო? და მე-6 სახლის ანალოგიური არის, ერთი და იგივე არის. როგორც წესი, აქ იქნება სერიოზული ცვლილებები. შეიძლება შინაურ ცხოველებთან დაკავშირებით იყოს პრობლემები ზოგთან მაგალითად, ან რაღაც ახალი არის დასაწყები. შეიძლება, იმიტომ რომ შინაურ ცხოველები ასევე ჩვენთან მე-6 სახლი არის, ზოგს ძალიან შეეხება ეს, ზოგთან შეიძლება იყოს უბრალოდ სამსახურში რაღაც სიახლის შეტანა.
არის აი პირდაპირ მოთხოვნა, ხო? შეიძლება ადამიანმა იფიქროს, რომ ჯანმრთელობას მიხედოს და რაღაც ახალი შეიტანოს ან კვებაში, ან ჯანმრთელობის მოვლაში, ხო? ჯანმრთელობა ეს არ ნიშნავს რაღაცა პრობლემა მაინც-ამაინც. შეიძლება გამაჯანსაღებელი ახალი რუტინების შექმნას ადამიანმა, ან მოუნდეს უბრალოდ, რომ რაღაც აქ მაქვს დასალაგებელი რა, აი ჯანმრთელობასთან, ან თვითონ ორგანიზმის ფუნქციონირებისთვის რაღაც ახალი დეტალები მაქვს შესატანი. ახალი ვარჯიში მაქვს დასაწყები, ახალი კვება მაქვს დასაწყები, მაგალითად, ხო? ახალი სამსახური მაქვს დასაწყები. აი ეს თემები იქნება ძალიან აქტუალური. ეს არის ვერძებისთვის მთავარი, რომ მიაქციეთ ყურადღება ჯანმრთელობას, დააკვირდით რა არის აქ სიახლე შესატანი ან თქვენ სამსახურებრივ სფეროში ზოგ შეიძლება კონდეს უკვე განცდა, რომ რაღაც მე აღარ მინდა ეს სამსახური და რაღაც ახალი სფერო მინდა საერთოდ დავიწყო, ხო? ახალი მიმართულებით მინდა უკვე სამსახურში, ან არსებულივე სამსახურში გადამიყვანონ, ან ახალი რაღაც სისტემა შევქმნა, ან ახალი მოვწებო. აი ეს ვარიანტები ვის ექნება ჯანმრთელობასთან გამოწვევები, ვის ექნება რუტინასთან გამოწვევები, ვის ექნება მაგალითად პირდაპირ კარიერულ სამსახურებრივ თემებსთან და ჯანმრთელობასთან, ხო? აი ეს იქნება ვერძებისთვის განსაკუთრებით ახლა აქტუალური. კუროებს უჯდებათ მეხუთე სახლში დაბნელება და აქ არის გადატვირთვა პირად სასიყვარულო ურთიერთობებში. ეს არის შემოქმედებითი ენერგია მეხუთე სახლი, როგორ გამოვხატავ მე ჩემ თავს, რამდენად ვარ გახსნილი გარემოსთვის, რამდენად მაქვს ჰობი, რამდენად შემიძლია გავერთო ამ ცხოვრებაში, რამდენად შემიძლია სილაღე შემოვიტანო ჩემ ცხოვრებაში, აი უშუალოდ სილაღე ეს არის ხოლმე მეხუთე სახლის თემა. აი შეგვიძლია გავერთოთ, შეგვიძლია ვითამაშოთ ამ ცხოვრებაში, ცხოვრება შეხედოთ როგორც თამაში, ხო? და პირდაპირ მნიშვნელობით შვილებთან ურთიერთობა არის ვიღაცას შეიძლება დაუდგეს პერიოდი, რომ ახლა აი მან შვილებთან და გადავარესტარტო ურთიერთობა, რაღაც ახალი შევიტანო ბავშვებთან ურთიერთობაში, ვიღაცა სკოლაში წავიდა მაგალითად და აი ახალი ეტაპი უნდა დაგვეწყოს ერთად მაგალითად, ან ბავშვებს დაეწყოს ახალი ეტაპი, ხო ვიღაცას სხვასთანაც არის იგივე სიტუაცია, მაგრამ როცა არის აქ დაბნელება ან ნათალურ უკაში მეხუთე სახლში ეს უფრო მნიშვნელოვანი არის, მაგრამ ან კუროს არის მეხუთე სახლის მეორადად ფონად მოდის, რომ შეიძლება შვილებთან იყოს რაღაც სიახლეები და მე უნდა ავყვე ამ სიახლეს, მე უნდა ვიცხოვრო მათთან ერთად ეს სიახლეები, დავეხმარო მათ და თუ შვილებს არ ეხება ეს ან შვილების თემა არ არის ისეთი აქტუალური, სასიყვარულო სფეროში გამოწვევები შეიძლება იყოს, შეიძლება რაღაცა სერიოზული პრობლემები, ზოგს პრობლემების შექმნას, თუ არ ასრულებს მეხუთე სახლის ფუნქციებს და ეს არის სიყვარული, ეს არის, აი როგორც ახლა ვერძებზე მაგალითად თუ მეექვსე სახლის ენერგია აბსოლუტურად არაა გამუშავებული, მზის დაბნელება უკვე აიძულებს მას, რომ შეიტანოს რაღაც ცვლილებები და მეხუთე სახლის სიყვარული არის, ეს არის შემოქმედებითი უნარები, ეს არის სილაღე შინაგანი. გულით ცხოვრობს თუ არა, აი კუროებს განსაკუთრებით ცვლილებები სასიყვარულო სფეროში ექნება. ზოგთან შეიძლება ახალი სიყვარული მოვიდეს მაგალითად, ზოგთან შეიძლება ახალი განახლება იყოს გრძნობების, ზოგთან შეიძლება უბრალოდ საკუთარ თავში იყოს განახლება, რომ მე ცხოვრობ თუ არა გრძნობებით, სიყვარულით, ტკბები თუ არა ამ ცხოვრებით, ვიცი თუ არა დასვენება, ვიცი თუ არა გართობა, ხო? აი ეს სხვადასხვა კუთხით, სხვადასხვა ფორმით შემოვა განსაკუთრებით მეხუთე სახლში ვისაც გასდის ტრანზიტი, მაგრამ კუროებისთვისაც მსგავსი ენერგია იქნება გამოხატული. ფონი ესეთი იქნება ცოტა დიდ სურათში, ზოგადად ფონი აი ამ პირადის, ან სიყვარულის, ან ჰობის და გართობის სფეროში იტრიალებს. მეხუთე სახლი ჩვენთან თვითგანათლებაც არის, რაღაცა კურსებს რო დავესწრებით, ან ჩვენ ტრენინგებს ვატარებთ მაგალითად, ხო, თვით პიროვნული განვითარებით რო ვართ დაკავებული, აი აქაც შეიძლება შემოვიდეს კუროებისთვის რაღაც სიახლეები და მოუნდეთ მაგალითად აი ეს თვითგანვითარება რაღაც პიროვნულ მისთან კონტაქტი და რაღაც ისეთი პიროვნული სწავლება შეიტანონ თვითგანვითარებაში, რაღაც ახალი ისწავლონ მაგალითად და გამოხატონ ასევე თავი. ამის შესაძლებლობა, აი მან უნდა დაფიქრდნენ, რომ რა არის ესეთი, რომელიც ახალ შესაძლებლობებს მომცემს თვითგამოხატვაში. რა მაქვს ისეთი სასწაული, ხო, მაგალითად, იმიტომ რომ PR-ს თვითპრეზენტაციას მეხუთე სახლი მართავს და ეს იქნება აქტუალური კუროებისთვის. ტყუპებს უჯდებათ, მეგობრებო, მეოთხე სახლში
და მეოთხე სახლი ეს ჩვენთან არის ოჯახი, სახლი. ეს არის მაგალითად რამდენად შინაგანად, ფსიქოლოგიურად, ემოციურად რამდენად მაქვს დაალაგებული აქვს შინაგანი ფსიქოლოგიური მხარე. უსაფრთხოება არის მეოთხე სახლი. საცხოვრებელი სახლი არის ასევე მეოთხე სახლი და მშობლებთან ურთიერთობა და ოჯახის წევრებთან ურთიერთობა. აი აქ იქნება სიახლის შესატანი, იქნება განახლება არის საჭირო ურთიერთობებში ოჯახის წევრებთან, იქნება დასალაგებელი არის ურთიერთობები, იქნება გასარკვევი არის, პრაგმატულად დასალაგებელი არის. მე მინდა ამ ოჯახთან ახლა კიდევ იგივე ცხოვრებით ვიცხოვრო თუ რაღაცები სიახლეები არის შემოსატანი. ზოგს მაგალითად ტყუპებს ექნებათ ინტერესი, ან სახლში რაღაც პატარა რემონტი გააკეთონ, ან რაღაც სიახლე შემოიტანონ, ან ურთიერთობებში, ან ფიზიკურად, ხო? ახალი სახლი მინდა ვიყიდო, გადავიდე საცხოვრებელი შევიცვალო მაგალითად და რაღაცები მაქვს დასალაგებელი ამისთვის, რომ საცხოვრებელი შევიცვალო. ანუ ეს იქნება ან პირდაპირი მინიშნება რომ ეს საცხოვრებლის შეცვლა მინდა, ან შეიძლება იყოს რომ მე პირიქით რაღაცნაირად სადაც ცხოვრობ იქ მინდა ცვლილებების შეტანა. ზოგჯერ შეიძლება იყოს ეს შინაგან სამყაროში ცვლილების შეტანა, ფსიქოლოგიურ დონეზე, იმიტომ რომ მეოთხე სახლი არ არის მარტო მშობლები, ეს არის ჩემს ქვეცნობიერში ბავშვობის ნარატივები რა მომყვება, რა მომცა ოჯახმა, რომელიც რაღაცა კარგია, რაღაცა ცუდი არის და იქ ცვლილებები მაქვს შესატანი, რაღაცა არის ძველი გასაშვები, რაღაც ახალი არის დასანერგი სიტყვაზე, ხო? ანუ ოჯახის თემები, ოჯახის წევრებთან ურთიერთობები და საკუთარ ემოციურ სამყაროსთან ურთიერთობების დაალაგება ტყუპებისთვის აქტუალური იქნება. ვისაც მეოთხე სახლში გასდის ტრანზიტული დაბნელება, მანდაც იგივე თემა არის. ახლა შეიძლება იყოს კურო, რომელსაც ბოდიში კურო მეთქი. მეოთხე სახლში გასდის დაბნელება, ახლა რო ავიღოთ ასციდენტით ვინც არის ხო ტყუპები მაგალითად, ან ასციდენტით კირჩხიბი შეიძლება იყოს გააჩნია მანდ რომელ სახლში ყავს ხო? სიფართოვე სახლების როგორი არის, ყველას ინდივიდუალური აქვს დაბადების დროიდან. შეიძლება ეს ასციდენტი ტყუპი იყოს საერთოდ და მას მეოთხე სახლში გასდიოდეს, ან მაგალითად კირჩხიბი იყოს ასციდენტით და მეოთხე სახლში უხდებოდეს გაჩნია. ამიტომ ორივე ვარიანტს ვიღებთ ხოლმე, ნათალურ უკაშიც რა ხდება და ზოდიაქოს მიხედვითაც რა ხდება. ასე რომ მეოთხე სახლი ჩაღრმავების რაღაც გადატვირთვის ენერგიას რთავს უკვე საკუთარ საცხოვრებელში, საკუთარ გარემოში, გადავხედო რა არის აქ შესატანი ცვლილებები ამ ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში და რა სიახლე მჭირდება, რომ ეს ენერგია რაღაცნაირად უფრო ჰარმონიულად ჩამოვაყალიბო ხო ოჯახის წევრებთან ურთიერთობა. კირჩხიბს უხდება მეგობრებო მესამე სახლში დაბნელება და მესამე სახლი ეს არის კომუნიკაცია, ეს არის ურთიერთობები, ეს არის ნათესავებთან და ძმებთან ურთიერთობები, რაღაც სიახლის შემოტანას მოითხოვს დაბნელება კირჩხიბებისთვის ნათესავებთან. ზოგმა შეიძლება რაღაც ახალი სწავლა დაიწყოს, რაღაც მესამე სახლი ჩვენთან სწავლა არის, განათლების მიღება არის, ეს არის კომუნიკაციები, წიგნი არის მაგალითად, ვიღაცა არის ან წიგნის წერაში ჩართული, ვიღაცა არის შეიძლება ახალი ინფორმაციის მიღებაში, ვიღაცა ტრენინგებს ესწრება, ოღონდ უკვე ინფორმაციას უბრალოდ ინფორმაციულად მუშაობს, ვიღაცა ნათესავების პრობლემებს აგვარებს მაგალითად, ან არის ახალი კონტაქტების შანსი. ახალი ადამიანები შემოდიან ცხოვრებაში, ხო, კირჩხიბებისთვის ეს იქნება ძალიან აქტუალური, იმიტომ რომ მესამე სახლი არის ახალი ნაცნობობა, ახალი კავშირები, ახალი ინფორმაციული ნაკადი, ესე რომ ვთქვათ, მიწერ-მოწერა გააქტიურდება კირჩხიბებისთვის ამ პერიოდში მაგალითად, ხო, აი ეს სოციალური ქსელები მესამე სახლი არის პირდაპირ, როდესაც ხო, მესენჯერით საუბრობთ, მაგალითად კომუნიკაციაში ვართ ესე ჩართული გარემოსთან. ეს არის მესამე სახლის თემები. ეს იქნება ძალიან გააქტიურებული. შეიძლება კომუნიკაციაში რაღაც სიახლეები არის შესატანი, ურთიერთობებში სიახლე არის შესატანი, არსებულთან უკვე ვინც არიან იმათთან, და-ძმასთან ურთიერთობაში შეიძლება რაღაც ახალი იყოს, ახალი საერთოდ სხვა განსხვავებული ურთიერთობა დაიწყოს, ხო? ან მესამე სახლი ნათესავებიც არის და გარემოცვაც არის, უახლოესი გარემოცა, ვინც ყოველდღიურად შეიძლება ვხედავდეთ მაგალითად და მანდაც რაღაცა ცვლილება არის შესატანი, თუმცა ისიც გავახსენოთ, რომ იგზევიდან სატურნი არის და ნეპტუნი არის, ხა? ანუ აქ შეიძლება
ეს ცოტა რთულად გამოვიდეს ყველა ნიშანსახება ეს შედარებით ბევრი საშრომი იყოს აქ რომ რაღაცა აი ისე გამოვიდეს ყველაფერი როგორც ჩვენ გვინდა მაგრამ ფონი მესამე სახლის ანუ აქ კომუნიკაციის თემა იქნება განსაკუთრებით აქტუალური და განათლების და სწავლის თემა შეიძლება ვიღაცებს მოუწიოს რაღაცების წერა იქ გამოცდებისთვის მაგალითად, ოღონდ ეს იქნება მნიშვნელოვანი რაღაც ახალი მიმართულება, ახალი სტილი შეიძლება იყოს სწავლის, ახალი გამოწვევები შეიძლება იყოს აქ, ხო? აი ეს აქტუალური იქნება აქ კითხებებისთვის. ლომებს უხდებათ მეორე სახლში, აი რო გითხარით მეორე სახლის თემატიკა ფინანსებთან არის კავშირში. სხვათა შორის ეს არის ასევე კავშირში, იცით რა ისი, რომ მე რამდენად ვღირ ვარ ისე ვაფასებ ჩემ თავს ფინანსური ნაწილი რა ვთქვათ, ხო? მაგალითად, თუ არის ადამიანი, რომ აი რაღაც აბალ ხელფასზე მუშაობს მაგალითად, ნელა შეუძლია თქვას, რომ ვარ მე ღირსი რომ უფრო მეტი მოვითხოვო ხელფასი, ან იქნებ ახალი გზები მჭირდება ფინანსების მოსაზიდად, იქნებ ახალი საქმე უნდა დავიწყო, იქნებ ახალი მიდგომები მაქვს გასაკეთებელი, რაღაც ახალი მიდგომები არის საჭირო, რომ მე მატერიალურად მყარად დავდგე. ან კომფორტი მქონდეს ელემენტარული, ხო, მეორე სახლი ჩვენთან ეს თემები არის, თვით გამოხატვაც არის, თვით უნარებიც არის, შეიძლება ღირებულებები. მეორე სახლი ღირებულებები არის, იმის მიხედვით ვიქცევით ხოლმე გარემოსთან როგორი ღირებულებათა სისტემაც გვაქვს, ხო? და მეორე სახლი ასევე ამას აჩვენებს. შეიძლება ღირებულებები უნდა შეიცვალოს ადამიანმა, ზოგჯერ ხოლმე შეიძლება თავის ფასი უნდა და ისწავლოს, განაახლოს, ხო, საკუთარი თავის ფასზე წარმოდგენა, როგორც პირდაპირ მნიშვნელობით, ისე ემოციური მნიშვნელობით, ხო? და აი ეს ლომებისთვის განსაკუთრებით იქნება აქტუალური. შეიძლება ფინანსური კრიზისიც იყოს, შეიძლება გამოწვევები გააჩნია აქ თუ არის მზე პრობლემურად მაგალითად, ხო, ან დაბნელება რაღაც ისეთ ნეგატიურ ასპექტებს ქმნის, აქ იქნება გამოწვევა ძირითადად ამ ფინანსებთან. და რამაც შეიძლება უბიძგოს, რომ ახალი რაღაც უნდა დავიწყო, თორემ მე ამ ძველი მოდელით უკვე აღარ მყოფნის შემოსავალი და უკვე პრობლემები მექნება, ხო? აი ეს ფონი აქვს დაბნელებას, რომ რაღაც სიახლეს ან საჭიროება იქნება დაუცილებლობა, ან უბრალოდ ჩვენ უკვე ნენელა სურვილი გვიჩდება, ხო, აქ სიახლის შეტანის. რაც შეეხება ქალწულებს, ქალწულს უჯდება პირველ სახლში, ანუ ესეთი ყველაზე მნიშვნელოვანი ან დაბნელებაში ქალწულები არიან, ხო? ესე აი პირდაპირ მათ ეხებათ, ესე რომ ვთქვა. ზოგისთვის შეიძლება ეს იყოს, რომ საკუთარ თავში რაღაცა ასეახლე მაქვს შესატანი, შეიძლება ან იმიჯი უნდა შევიცვალო, შეიძლება საკუთარ თავზე უნდა ვიმუშაო უკვე, შეიძლება საკუთარი თავის გამოხატვა უნდა ვისწავლო, ხო? აი ამ პირველი სახლის ენერგიას, რომ მე ვარ სადღაც შესაძლებელი რაღაც ახალი მე მაქვს დასაწყები. აი თუ იქ ისეთ სახლებს რო გულისხმობთ ხოლმე, ხო, იქ ვიღაცა სხვას ეხება. პირველი სახლი მარტო ჩვენ გვეხება. ჩვენ შეგვიძლია აქ ცვლილება შევიტანოთ, მეტი არავის. ესე იგი, განსაკუთრებით თავარი დრაივი, თავარი აქტიურობა უნდა იყოს ქალწულებისთვის პირადი ინიციატივის გამოვლენა. და მანდაც გაზრება არის საჭირო, რა მიშლის ხელს, რომ ვიყო პირადად აქტიური, რა მიშლის ხელს, რომ მე მაგალითად თავდაჯერებულობა შევიძინო, ხო? აი საკუთარ თავზე მუშაობის განსაკუთრებით პერიოდი არის ახლა საკუთარ ინიციატივებზე მუშაობის და საკუთარი თავის შეცვლის რაღაც ახალი მაქვს დასაწყები საკუთარ თავთან ურთიერთობის ახალი ფაზა მაგალითად ხო მე უნდა გამოვხატო ახლებურად უკვე ჩემი თავი რაღაც ძველი პატერნები უნდა გავუშვა ხო აი ეს ენერგია აქ პირველ სახლს ზოგადად ვისაც პირველ სახლში უჯდება დაბნელება ახლა ასიდენტი ქალწულები მაგალითად ან ასიდენტი ლომში შეიძლება ყავს ადამიანს და ბოლო გრადუსებზე ყავს და უკვე დაბნელება პირველ სახლში ჯდება ესეც არის პირველი სახლი რომ მე მეხება პირადად მე უნდა შევიცვალო ჩემ თავთან მაქვს აქ მარტო ურთიერთობა გასარკვევი მეტი არავისთან ხო ეს არის მნიშვნელოვანი თუმცა საერთოდ სახლი აუცილებლად რთავს ოპოზიციურ ენერგიასაც ახლა რომ ძამეც მესამე სახლზე ლაპარაკობდით განათლება რაღაცა იქ აუცილებლად მეცხრე სახლსაც რთავს ხო ავტომატურად თუმცა პირველი სახლი კუთხური სახლი არის და ის უფრო ძლიერად მუშაობს თუ ჩემ თავთან მაქვს გასარკვევი ურთიერთობა ავტომატურად მეშვიდე სახლის ირთვება ესე იგი ჩემსა და
სხვებს შორის უნდა ვისწავლო განსხვავება, ხო, ჩემი საზღვრები და სხვების საზღვრები. ხო, არ არის ისეთი რამ, რომ სხვების აზრებისგან გათავისუფლება მჭირდება. აი ის რომ რა სიტყვის ხალხი, ან რა სიტყვის პარტნიორი, ან პარტნიორისთვის რო არ სულ ისეთი მორგებული. ეხლა აქტუალური იქნება უკვე რომ მე რა მინდა და არა სხვებს რა უნდა. ხო? აი აქ იქნება გასარკვევი. ვინც ცოტა ეგოისტური გზით მიდიოდა, რომ მარტო ჩემი ინიციატივებია მნიშვნელოვანი და სხვისი არა, აქაც გადაკაჩვა მოვა და აქაც საკუთარ თავზე მუშაობა წამოვა, რომ მე ვისწავლო, თან მერკურის ასწორში არის აი ეს პარტნიორულ ურთიერთობებთან. არც მე ვიყო დაჩაგრული, არც პარტნიორები. ხო, აი რაღაც აი ეს ბალანსი უნდა დავიცვათ რაღაცნაირად, ხო? ეს კუთხური სახლი, ესე რომ ვთქვათ. ეს მნიშვნელოვანი არის, თუმცა ყველაფერი მაინც პირველ სახლთან მოდის, ცენტრთან მოდის. სასწორებს უჯდებათ მეგობრებო მე-12 სახლში და მე-12 სახლი მაინც არ ჩანს ხოლმე დაბნელება, როცა მე-12 სახლში ჯდება. ეს არის ფარული ენერგია, რომელიც ესე დანახვადი არ არის. მე-12 სახლი ცოტა რთული სახლი არის იმ კუთხით, რომ ეს არის უფრო ფსიქოლოგიური ცვლილებების მაღალი ალბათობა. შეიძლება ადამიანს მოუნდეს სადღაც კულისებში გასვლა მაგალითად, ან საკუთარ ფსიქოლოგიურ მხარეზე იმუშაოს. ოღონდ ეს ისე ფარულად ხდება, რომ ვერ ხვდებიან ხოლმე მაინც ხო, იმიტომ რომ ზოგადად მე-12 სახლი აი ესე მუშაობს, რაც უფრო მარტო ვართ, უფრო ხვდებით ხოლმე რა ხდება ამ სახლში. ხალხში ამას ვერ დავინახავთ. ეს შეიძლება გააქტიურება იყოს რაღაც ახალი მაქვს შესატანი ჩემს არაცნობიერში, მაგალითად კოლექტიური არაცნობიერია მე-12, მაგრამ აი ჩემს ოცნებებთან, ჩემ ფიქრებთან, ჩემ ფარულ სულვილებთან უნდა დავრჩე რაღაცნაირად მარტო და ამოვყარო რა მაქვს აქ ცვლილებების შესატანი ამ მე-12 სახლში. რა არის ის, რომელიც ჩემი ოცნებების შესრულებაში ხელს მიშლის, ხო, ეს მე-12 სახლი. რა არის აქ ისეთი ფსიქოლოგიური პატერნები, რომელიც საერთოდ ფარული არის და არ ჩანს. ანუ იმ უხილავი თემების გაცნობიერების რაღაც ახალი ენერგია შეიძლება ჩაერთოს. ზოგს შეიძლება მოუნდეს, რომ აი ახლა მე სიახლე უნდა შევიტანო იმაში, რომ უბრალოდ დავისვენო. და უბრალოდ წავიდე ფიქრებში, რა ოცნებები მაქვს, რა მინდა მაგალითად ცხოვრებაში, განმარტოებაში როგორ ვიქნები, აქ შეიძლება იყოს ცვლილებების საჭირო. ვინც აქტიური არის ახლა თევზები, ყველაზე თევზები მეთქბოდიშით სასწორები, ძალიან კარგი არის თერაპიული მუშაობა. აი ზუსტად ის მე-12 სახლის დამუშავება და რაღაც ახალი შეტანა, რომელიც მე სხვანაირად მოხდეს გავლენას ჩვენზე, ხო? იმიტომ რომ მე-6 სახლსაც რთავს, ხო? რაღაცების დალაგება არის საჭირო შიგნით, ემოციურ, არაცნობიერ სტრუქტურებში. ფსიქოთერაპია ერთ-ერთი საუკეთესო არის, აი ეს თვითრეფლექსია აუცილებელი არის, გაცნობიერება ის აუცილებელი არის. ან თუ არის ხარ ჩვეულებრივი ადამიანი, ვერც გაიგებს ისე წავა, ხო, რაღაც ფარულად წავა ეს დაბნელების ენერგია, რაღაცა ცვლილებებს შეიტანს მასში, ოღონდ ეს ამასთან წვდომა არ ექნება. ეს ზოგადად სასწორზე, ან ვისაც მე-12 სახლში გასდის დაბნელება იმათთვის, ხო? მორიელებს უჯდებათ მე-11 სახლში დაბნელება და ეს არის კოლექტივთან ურთიერთობების განახლება, მეგობრებთან რაღაც სიახლის შემოტანა. შეიძლება ახალი მეგობრები, ახალი ნაცნობები, მაგალითად, ახალი თანამოაზრეები გაჩნდნენ. მე-11 სახლი არის მომავლის სახლი, მომავლის იდეები. მე რომ მინდა რაღაცნაირად ჩემს მომავალთან სიახლეები შემოვიტანო, ჩემს წარმოდგენებში, ჩემს აზრებში, ჩემ გონებაში, ჩემი მომავალი დავალაგო. და ან მე თუ მინდა მომავალთან ურთიერთობა, რომ აი ჩემი მომავლის გეგმები განხორციელდეს, აქ უნდა შევიტანო, დავალაგო რაღაცეები, გეგმები მქონდეს უკვე და ახალი იდეების, ახალი გეგმების გაჩენის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალება არის. ან გეგმები და იდეები მომავალს რაც ეხება, ან პირდაპირ ურთიერთობები, ახალი კონტაქტები მჭირდება, ახალი საერთოდ განახლება მჭირდება, მაგალითად სამეგობროს ეხემის გარშემო შეზღუდვები გავაკეთოთ. აქ გულისხმობთ, ეხლა მე ამასება ისე აქ გულისხმობთ, რომ აი მოუნდება ადამიანს, რომ აი ამ სამეგობროსთან, თანამოაზრეებთან, ჯგუფთან რაღაც სიახლე შემოვიდეს, ხო? რაღაც ახალი განახლება ურთიერთობების, ან ძველი არსებულის კიდევ უფრო განახლება, ხო?
ხო? აი ეს არის მორიელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოულოდნელობები, ცვლილებების შეტანა ცხოვრებაში, ამის სურვილი გაუჩნდებათ, რაღაცა რესტარტი მინდა, რაღაც ცვლილებები მინდა ჩემს სოციუმთან, ჩემს გარემოცვასთან, ხო? გარკვეულწილად. ან უბრალოდ ახალი მეგობარი გამოჩნდეს მათ ცხოვრებაში, ახალი კონტაქტები გამოჩნდეს, ოღონდ უფრო რომელიც მე დაგვიმეგობრდებიან, ესე რომ ვთქვათ. შემდეგი არის მშვილდოსანს მეათე სახლში უჯდება დაბნელება. მეათე სახლი კარიერა არის ჩვენთან, სტატუსი არის, რაღაც სიახლეები შეიძლება კარიერაში შეიტანონ ამ ადამიანებმა, შეიძლება თავის სტატუსში შეიტანონ რაღაც ცვლილება, სიახლე არის რაღაც მნიშვნელოვანი სიახლე არის საჭირო კარიერულ და ხელმძღვანელებთან ურთიერთობაში. მეათე სახლი ჩვენთან არის მეგობრებო საყრდენი, მამის სახლს ვეძახით, ხო, როგორც საყრდენი, როგორც რაღაც ხერხემ, აი ზურგი რო გვაქვს, აი ეს არის მეათე სახლი და ზოგს მაგალითად შეიძლება კონდეს საკუთარ თავთან ისეთი გამოწვევა, რომ რა მაქვს ახალი გასაკეთებელი, რომ ეს ზურგი შევიქნა, აი ეს ხერხემალი მქონდეს, ეს სტაბილურობა მქონდეს, ხო? ისეთი, რომელიც მე მყარად მომყოფებს, ზოგს ფსიქოლოგიურად აქვს ეს გამოწვევა, რომ ფსიქოლოგიურად მინდა რომ მყარად ვიგრძნო კარიერაში თავი, ფსიქოლოგიურ, ემოციურ დონეზე მინდა რომ ზურგი მქონდეს ჩემივე თავისგან, ან მყარი ურთიერთობები მჭირდება ხელმძღვანელებთან, ან ავტორიტეტულ ფიგურებთან მაგალითად, ხო? აი ეს გამოწვევები შეიძლება უკვე მშვილდოსნებს სერიოზულად წინ კონდეთ კარიერული ცვლილებები. რაღაც არის სტატუსში შესაძლებელი, რაღაც არის კარიერაში შესაძლებელი, სიახლე არის შესატანი. და ასევე ასაკოვან ფიგურებთან, ხელმძღვანელ პირებთანაც რაღაც ახალი არის შესატანი, რაღაც არის დასალაგებელი კარიერულ ისეთ შინაგან ღირსთან, ხო? სტაბილურობა არის მეათე სახლი, ყველა რო ხედავს ის არის ზოგი მაგალითად შეიძლება სტატუსით უფრო დაწინაურდეს მაგალითად რაღაც სიახლე იყოს მის კარიერულ ცხოვრებაში, შეიძლება მაგალითად ხელმძღვანელ პირებთან შეეცვალოს ურთიერთობა, ზოგ საერთო ხელმძღვანელი შეეცვალოს მაგალითად, ხო? რაღაც სიახლეები იქნება მამის კარიერის სტატუსის სახლში და თანამდებობის სახლში. აი ეს სიახლეები ექნებათ უფრო მშვილდოსნებს. ხის რქას უჯდება მეგობრებო დაბნელება ზოდიაქოთით ხის რქას მეცხრე სახლში. მეცხრე სახლი ჩვენთან მსოფლმხედველობა არის, მოგზაურობა არის, ეს არის ახალი სწავლა მაგალითად, ახალი ცოდნის მიღება, გაფართოება ცნობიერების, ზოგ შეიძლება მოუნდეს რაღაც დიპლომის აღება, ზოგს ახალ სასწავლებელში მოუნდეს მისვლა, ზოგს ლექტორობა მოუნდეს მაგალითად. უმაღლესი განათლება არის ჩვენთან მეცხრე სახლი. უმაღლესი ცნობიერება რომ რაღაც ჩემს ცხოვრებას რაღაც ხანაერად ვიაზრებ, რაღაც მსოფლმხედველობა რომ ეცვლება რაღაცი. ზოგს აქვს უბრალოდ მსოფლმხედველობის ცვლილება, ზოგს აქვს უბრალოდ ხის რქებს, რომ ახალი მიზნები მჭირდება, ახალი გამოწვევები მჭირდება განათლებაში. ან ის რაც მე ვიცი, როგორ მოახდინა ამის რეალიზება. ეს ჩვენთან მეცხრე სახლი არის. შორეული ნათესავები მეცხრე სახლი არის და რაღაც სიახლის შეტანა არის, შეიძლება ურთიერთობებში საჭირო შორი მოგზაურობები. მეცხრე სახლი არის ჩვენთან ვიღაცას მოუნდება სასწავლებლად სადღაც წასვლა, ან ახალი არის, ან უცხოეთში ცხოვრობს ვიღაცა მაგალითად და ხის რქა და ახალი სიახლე არის რაღაც შესატანი მაგალითად მათ ცნობიერებაში. სიახლე არის შესატანი ღირებულებებში, გაფართოება ცნობიერების ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და რაც თავი აი მეცხრე სახლი ცით როგორ მუშაობს ჩვენთან რამდენად აქვს სამყაროსთან კავშირი რო არის აი ღირებულებებში მარადიულ ჭეშმარიტებას რო გულისხმობთ ხოლმე ხო აი მარადიულ ჭეშმარიტებებთან მიახლოების ძალიან დიდი მნიშვნელოვანი პერიოდი არის და როდესაც ადამიანი სულ რაღაცნაირად აცნობიერებს, როგორ შეიცვალოს ცნობიერება სიახლეებით, როგორ გაიფართოვოს, უბრალოდ შეიცვალოს და გაიფართოვოს ცნობიერება, რა არის ახალი სასწავლი ამ ცხოვრებაში ამისთვის და როგორ შეგვიძლია შინაგანად აი ეს ცნობიერების გაფართოებისთვის რაღაც სიახლეები შემოვიტანოთ, ხო, ჩვენ ცხოვრებაში. აი ეს არის ხის რქებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, იღბლისიანი არის სხვა შეიძლება მეცხრე სახლი ჩვენთან, რაღაც ისეთ პოზიტიურ ენერგიასაც რთავს ხოლმე, ეს არის მოგზაურობა, ეს არის ახალი ჰორიზონტების დასახვა, ეს არის ესე პოზიტიური
ოპტიმიზმით, ახლა იუპიტერის სახლი არის მეცხრე სახლი და ოპტიმიზმით ახსავს იქნება და უბრალოდ იუპიტერული ენერგია არის შემოსატანი თხის რქებისთვის, ეს არის სიხალისე, ეს არის ოპტიმიზმი, ეს არის რწმენა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ყველაფერი გამოვა და ამითი ახალი მიზნების დასახვა მაგალითად, ხო? თუმცა იქ გვახსოვდეს, რომ სატურნის არის ჩართული და იქ მნიშვნელოვანი არის, რომ აი ამ სიახლეების, ამ ოპტიმიზმის გამომუშავება რაღაცების დაალაგების ხარჯზე შეიძლება მოხდეს. მაინც არის ხოლმე უფრო ის, რომ მე რაღაც სიახლე მაქვს შესატანი ჩემს ოფხედელობაში. აი უფრო გამოკვეთილად ეს არის ხოლმე მართალი რო გითხრათ, ოფხედელობა, ღირებულებათა სისტემა, ფართოხედვა სამყაროსი, სულ ვიძახი ხოლმე, რომ მესამე სახლი არის ესე მეორე სართულზე რო ზივართ და იქ ქაით ჩავძახებთ ვიღაცას ქუჩაში ვინც არის, იგზევით ავძახებთ, ან ყველას ხედავთ. მეცხრე სახლი არის ბოლო სართულზე, სადღაც მე-16-ზე, მე-18-ზე რო ცხოვრობ და ძალიან ზევიდან უყურებ ყველაფერს. აი, ესე რო ხედავ რა და ვესელი ნაყავს მეცხრე სახლში და სულ გონია ხოლმე რა აი სადღაც აი ისე ფიზიკურადაც ბოლო სართულზე ვცხოვრობ. ესე უყურებ, მაგრამ შინაგანი განცდა არის ხოლმე მეცხრე სახლელზე, რომ აი ძალიან ზევიდან უყურებ, არაფერში არ ვერები. და პირიქით აქეთ რომ ამოდია შენთან რაღაც აზრის საკითხავად, შეიძლება ახლა თხის რქებს აი ეს გაუჩნდეთ, რომ აი პირიქით აქეთ იყოს უკვე საჭირო, ეს ადამიანი ვიღაცები რომ დაარიგოს, ვიღაცას რომ ღირებულებათა სისტემა გადასცეს სიტყვაზე, ხო? აი გურუს ვეძახით მეცხრე სახლს, გურუს სახლი, მასწავლერი მასწავლებლის სახლი, ზოგ შეიძლება მონდეს ვიღაცა ნახოს ეს სულიერი მასწავლებელი, ზოგი თვითონ გახდეს. უბრალოდ ნაცნობი მოდიან და ყველა მე მეკითხება ჭკუას, ზოგ თხის რქას აი ესე ძალიან მარტივად გაუთამაშდეს და აქ რაღაც სიახლე მაქვს შესატანი, ხო? მაგალითად აი ამ ჩემს ოფხედელობაში, ეს არის დაბნელების ენერგია უკვე, მაგრამ აი სტრუქტურა რო აღიხსნათ მეცხრე სახლის, ეს არის მასწავლებელი. რომელიც შინაგანი მასწავლებელი ოღონდ თითქოს, რომელიც აი ძალიან ზევიდან უყურებს ყველაფერს და ამ ზევიდან ყურებაში ხო რაღაც სიბრძნესაც ფლობს, ესე რომ ვთქვა. და აი ამ სიბრძნის შემოწმების, ან ამ სიბრძნეში რაღაც სიახლის შეტანის ძალიან კარგი საშუალება აქვს ახლა თხის რქებს. მერწყულებს უჩნდებათ მეგობრებო, მერვე სახლში, მერვე სახლი ჩვენთან ცოტა კრიზისები არის, მაგრამ ტრანსფორმაციული ენერგია არის. შეიძლება სიახლე არის შესატანი მეგობრებო რესურსებთან, სხვის რესურსებთან. მერვე სახლი აი პირდაპირ ძალიან მარტივი ასტროლოგიური კომბინაციით რო გითხრათ, ეს არის მეუღლის ან პარტნიორების ფული, რესურსები, ან ვინმე თუ ბჭყალებში გვიგზავნის ფულს ან გვარჩენს, ან სხვის ხარჯზე ვართ, გინდ ფინანსურად, გინდ ხო, ან სხვის სახლში ვცხოვრობ, ან სხვისი მანქანა მყავს მაგალითად, ან სამსახურის მანქანი დავდივარ სიტყვაზე, ან რაღაც, ну, სხვის რესურსებთან მაქვს რაღაც შეხება და შეიძლება სხვისი ფული მემაბარია და კომპანიას უმართავ. ესეც მერვე სახლის ენერგია არის. აი აქ მერწყულებისთვის იქნება მნიშვნელოვანი რესურსების თემა, ოღონდ რომელიც სხვებთან არის დაკავშირებული. ეს არ არის სამსახურის ფული, რომ აი სტაბილურად ხელფას ვიღებ, რომელიღაცა კომპანია მიხდის. მერვე სახლი არის უფრო აი კონკრეტულ ფიგურებთან რო გავდივარ, რომელზეც ვარ დამოკიდებული. ხო, ვინც მაგალითად ფრილანსერი არის, თავისუფალ მუშაობაში არის და პირადად თვითონ გადის ფსიქოლოგები მაგალითად კლიენტურაზე, ეს მერვე სახლის ფინანსები არის. აი მერწყულებთან შეიძლება ან ფინანსების, სხვების რესურსების თემატიკა დადგეს ძალიან ისე დასალაგებელი, მოდი ესე ვთქვათ, რომ რაღაცა გრაფიკი მჭირდება, უნდა დავალაგო ის, რომ ამ ხალხის ენერგიასთან, ამ ხალხის რესურსებთან მქონდეს ურთიერთობა, მივიზიდო ეს რესურსები, როგორც მაგალითად ლომთან არის მეორე სახლში, რომ ახლა მე რაღაც ახალი ხელფასი მჭირდება, ახალი რესურსები, ფინანსური, ოღონდ ეს ჩემი ფული არის, ჩემი სამსახურებრივი ენერგია არის, მერვე სახლი არის უფრო, რომ მე მჭირდება სხვების ენერგიასთან კონტაქტი, რომ მივიზიდო რაღაც მატერიალური რესურსები, სხვებზე ვიყო დამოკიდებული. რაღაც სიახლე მაქვს აქ შესატანი მაგალითად, ხო, რომ აი შეიძლება ადრეც თუ მყავდნენ კლიენტები, ეხლა საერთოდ რაღაც ახალი უნდა გავაკეთო, რომ უფრო საინტერესო გავხადო ჩემი თავი მათთვის რესურსების თვალსაზრისით. ზოგთან შეიძლება იყოს, რომ რაღაც კრიზისები არის გასავლელი,
რაღაც დანაკარგები არის მისაღები, რომ ახალ ენერგიასთან გავიდეს, ხო? ეს დანაკარგები მერვე სახურული შეიძლება იყოს მატერიალური კრიზისები, შეიძლება ფსიქოლოგიური კრიზისები, შეიძლება რაღაც იცით როგორ არის, ძველის გაშვება არის ის დაბნელება, მაგრამ ახალი ღირებულებები არის შემოსატანი, ოღონდ უფრო მერვე სახლური ღირებული მორალურ თემებთან, აი ესეთი საკაცობრიო ღირებულებები მეცხრე სახლი არის, მორალური ღირებულებები ჩვენთან მერვე სახლი არის. აი მორალთან დაკავშირებით სიახლეები არის შესაძლებელი, შესატანი არის, ხო? ზოგთან შეიძლება რაღაც სექსუალურ თემატიკასთან იყოს, ზოგს მერწყულებს კონდეთ, აქ პრობლემა, ნდობის პრობლემა შეიძლება სექსუალური ენერგია, აგრესია და ნდობა ჩვენთან ერთ ენერგიაში განიხილება. ერთში თუ არის დარღვევა, დანარჩენიც ირღვევა. და ამიტომ აი ეს თემები ნდობა, ადამიანებთან ღრმა კონტაქტი, ეს ყველაფერი მერვე სახლური ენერგია არის და ზოგ შეიძლება საერთოდ ფინანსებთან არ ქონდეს გამოწვევა, მაგრამ გადატვირთვა იყოს საჭირო პარტნიორებთან ნდობის თემაში. ან მეუღლე იქნება თუ უბრალოდ სასიყვარულო პარტნიორი, მათთან ნდობის თემაში იყოს მნიშვნელოვანი გარღვევები, ხო, საჭირო, რომ მე რა უნდა განვაახლო რაღაც ჩემ თავში, ის ტაბუები უნდა დავამსხვრიო მაგალითად, რაც მქონდა და ახლებურად შევხედო ნდობის თემას. აქ სექსუალური ენერგიაც იგულისხმება, მატერიალური რესურსებიც იგულისხმება, კრიზისებიც იგულისხმება, იმიტომ რომ მე თუ ბაზისური ნდობა არ მაქვს სამყაროსი, ხო? იქ მე ვიკეტები სამყაროსგან და შესაბამისად რესურსებიც იკეტება, სხევის ენერგია იკეტება და მე თითქოს გარეყული ვარ, ხო? ზოგთან შეიძლება იყოს სიახლე დასაწყები, რომ სადღაც ზედმეტად გასცემს ამ რესურსებს, ენერგეტიკულ რესურსებთან, მერვე სახლი ეს არ არის, რომ ყოველთვის ჩანდეს. აი შეიძლება მე ადამიანთან ვიჯდე, უსმენდე მის წუწუნს და გამოვიდე გაცარიელებული, ოღონდ ვერავის ვერ აუხსნა, რომ მე იქ ენერგია დავკარგე, ხო? არ ჩანს, უბრალოდ ფიზიკურად არ ჩანს ეს ენერგია. ან დეფოლტად მე რო სადღაც კარგავ ენერგიას, მე ამას ვერ ვხედავ. აი ამიტომ ენერგეტიკული პრაქტიკები მერწყულებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ამ პერიოდში, იოგა იქნება ეს თუ სხვა ენერგიაზე მუშაობის რაღაც ახალი ციკლი არის დასაწყები. იოგა იქნება ეს მაგალითად ფიზიკური ვარჯიში, აგრესიისგან გათავისუფლება მაგალითად და ახალი ენერგეტიკული რესურსების მოზიდვა იქნება ეს ფსიქოლოგიური მუშაობით, იმიტომ რომ მერვე სახლი ჩვენთან ასევე ღრმა ენერგეტიკული მუშაობა არის საკუთარ თავზე. რაღაც ახალი შეიძლება ისეთი გავაცნობიეროთ ჩვენს ღრმა ტაბუებში, რაც როგორ შეიძლება ეს მერვე სახლის თემები არის ხოლმე. აი ეს მერწყულებს კონდეთ ძალიან აქტიური, ხო? და ანუ ვისაც მაგალითად მერვე სახლში ყავთ, ხდებათ დაბნელება, ხო? აი ეს თემები ძალიან აქტუალური იქნება. ვისთან რა გათამაშდება, ეს უკვე ინდივიდუალური არის, ხო? შეიძლება იყოს უკთან, რომ აი მეუღლესთან ქონების გაყოფაზე იყოს თელი ამბავი სიტყვაზე, ხო? და აი აქ რაღაც ახლებური ხედვა იყოს საჭირო. ზოგთან პირიქით მეუღლეს უცებ შეიძლება რაღაც ახალი პერსპექტივები გამოუჩნდეს და ახალი ფინანსური რესურსები გამოუჩნდეს, ხო? ესეც შედის მერწყულებისთვის ეს თემატიკა. თევზებს უხდებათ მეშვიდე სახლში, დაბნელება მეშვიდე სახლი ჩვენთან პარტნიორული ურთიერთობები არის, ეს არის სხვების აზრი, სხვებისთან რომ უფრო მოსაწონები უნდა ვიყოთ, აი თუ ქალწულებზე ვთქვით, რომ აი აქ ბალანსი არის საჭირო, რომ სხვები რა სიტყვიან, ნაკლებ უნდა იყოს აქტუალური, მე რას ვაკეთებ, ეს არის მნიშვნელოვანი. თევზებისთვის შეიძლება პირიქით ახალი პარტნიორული ურთიერთობა, მაგალითად ახალი პარტნიორი გამოჩნდეს მათ ცხოვრებაში, ზოგადად შეიძლება ახლებურად იყოს საჭირო პარტნიორთან ურთიერთობების გადატრანსფორმირება, ზოგთან უშუალოდ მათ პარტნიორებთან რაღაც სიახლე ხდება ხოლმე და რომელიც მათ ირიბად მერე ეხებათ, იმიტომ რომ მეშვიდე სახლი შეიძლება იყოს საქორწინო პარტნიორი, შეიძლება საქმიანი პარტნიორები გააჩნია ვისთან როგორ მუშაობს. ან უბრალოდ არაცნობიერ დონეზე ეს არის მე საზოგადოებაში როგორი ადგილი მიკავია, ხო? და ამ საზოგადოებას უნდა მოვერგო, უნდა დავთმან, მეტი დიპლომატია ისწავლოს, ხო? აი ამ საზოგადოებაში როგორ შევიდეს ადამიანი, ხო? მისთვის სასურველ საზოგადოებაში. აი აქ რაღაც ახალი არის საჭირო, რაღაც სიახლეების შეტანა არის საჭირო, მაგრამ ხო განვით ზოგთან პარტნიორულ ურთიერთობებში ვლინდება ეს ქორწინების პარტნიორთან, ან სასიყვარულო პარტნიორებთან, მაგალითად, რომ აი ვიღაცას დიდი ხანია ერთად ვართ და რაღაც ახალი დაიწყო ჩვენს ურთიერთობაში, ან ახალი გამოჩნდა, ან
შესაძლოა პირიქით იმ პარტნიორთან რაღაც სიახლეები არის, ან კარიერული, ან რაღაცა სიახლე არის, რომელიც შემზე მოქმედებს, ხო? და მე ცოტა აქ პასიურ მდგომარეობაში მომყოფებს ხაწულებისგან განსხვავებით. ყველა ვარიანტში ურთიერთობებში აქვს რაღაც სიახლე შესატანი. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ თვითონაც უნდა ურთიერთობებში გაიშალონ, ურთიერთობები გადაატრანსფორმირონ, ახალი რაღაცები დაიწყონ ურთიერთობებში, ხო? აი, მეტი დათმობა, მეტი დიპლომატიურობა, მეტი მოსმენა პარტნიორის მაგალითად, რა სურს მას, ხო? და შეთანხმება, ხო? არა იმის ხარჯზე, რომ მე უნდა პირველი სახლი, ანუ დავჩაქრო, ხო? აქაც ბალანსის ძიება არის. თუმცა აქცენტი მაინც პარტნიორზე ხდება. ფოკუსში ახლა პარტნიორები არიან, ვიდრე თავად თვითონ, ხალწულისაგან განსხვავებით. და აქ შეიძლება უბრალოდ ახალი ურთიერთობა ძალიან ისეთ ჰარმონიულად წარიმართოს, ხო? ესეც ზოგ თევზებს ესეც შეეხება. ერთი თევზებს ცოტა ისა აქ ახლა რომ ცოტა ხანი სატურნი გადმოდის ისევ მათ ნიშანში და თებერვალში უკვე ბოლომდე დაანებებს თავს და ცოტა ხანი კიდევ თევზებისთვის სატურნული ენერგია კიდევ არის და მე უკვე ბოლომდე მოეშვებათ და ამოისუნთქებენ, ძალიან ცოტა ხანი დარჩათ. თუმცა ეს მეშვიდე სახლის დაბნელება არის გასათვალისწინებელი. მეგობრებო, მე მგონი საკმარისად ისე აგიხსენით დაბნელების ენერგია როგორ მუშაობს, იმედია თქვენთვის საინტერესო იყო ეს ვიდეო, შეგიძლიათ მოიწონოთ ვიდეო, შეგიძლიათ დააკომენტაროთ ხოლმე და ბევრ წარმატებებს გისურვებთ ამ დაბნელებებზე.